მეგობრებო, გამარჯობა. მე ვარ ოლიკო და დღეს მინდა გასწავლოთ რიგით მეორე ისტორიული თამაშის პროტოტიპის შექმნა ვიზუალური დაპროგრამების გარემოში ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირების გამოყენებით. ამჯერად, მეგობრებო, ეს თამაშია Space Invader-ი და მოდით ჯერ გაჩვენებთ დასრულებულ ვერსიას, როგორ გამოიყურება და შემდეგ ისევ ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვეთ დეტალურად თამაშის შექმნის პრინციპებს და ინსტრუქციას. მოდით მე ჩავრთავ თამაშს. ნახეთ მეგობრებო, თამაშის პრინციპი არის შემდეგი. აი ეს უცხო პლანეტელები გვესვრიან ცეცხლოვან ბურთებს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი უცხო პლანეტელი გავანადგუროთ, რისთვისაც უნდა დავაწყაბოთ Space Relax, რომ ვისროლოთ ლაზერები და მაქსიმალურად მეტი ეს ბურთი უნდა ავირიდოთ, ხო? თუ ცეცხლოვანი ბურთი მოგვხვდა, მაშინ სიცოცხლე დაგვაკლდება, რადგან დასაწყისში 3 სიცოცხლე გვაქვს და ჩვენს ანალოგიური ლოგიკით, რამდენ უცხო პლანეტელსაც მოვარყავთ ლაზერს, იმდენ ქულას ავიღებთ. თამაშის მიზანია მაქსიმალურად მეტი ქულის დაგროვება და ასევე უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ 3 სიცოცხლეს. თუ სიცოცხლე ჩამოვა 0-მდე, მაშინ რა თქმა უნდა თამაში დასრულდება. კარგით, მოდით დავიწყოთ მეგობრებო მუშაობა და გაჩვენებთ დეტალურად როგორ უნდა დავაპროგრამოთ მსგავსი ტიპის თამაში. დავატკაპოთ Start Activities და გეტყვით იმას, რომ ეს პლატფორმა ძალიან გავს ერთის მხრივ Scratch-ს. Welcome to the Space Invader. მეგობრებო, გვაქვს ბლოკები, ანუ ბლოკებზე დაფუძნებული დაპროგრამების გარემოა ესეც და ასევე მეგობრებო ძალიან გავს Codorg-საც, რადგან ჩვენ გვაქვს რამდენიმე ნაბიჯი გასავლელი იმისთვის, რომ მივიდეთ ფინალური პროდუქტის შექმნამდე. ასე ვთქვათ, Codorg-ის და Scratch-ის მიქსად შეიძლება ჩავთვალოთ მეგობრებო HKits-ის პლატფორმა. თანაც გეტყვით იმას, რომ ბავშვებს ძალიან მოწონთ ხოლმე, როდესაც სიახლეების შეგვაქვს, როდესაც დაპროგრამების გარემოს ვცვლით ხოლმე, ამიტომ იმედი მაქვს ძალიან მოეწონებათ ეს თამაში. ნახეთ პირველ ნაბიჯზე რა არის ჩვენი მისია. პირველ ნაბიჯზე უბრალოდ ძალიან მარტივი კოდი უნდა დავწეროთ იმისთვის, რომ Spaceship-ი გადაადგილდეს და თანაც შეაგროვოს ფულები. მოდით დავაწყაბოთ Start Coding-ს. დააკვირდით გარემო არის შემდეგი, შუაში ჩვენ გვაქვს სამუშაო სივრცე, სადაც უნდა ავაწყოთ კოდი, მარცხნივ ჩვენ გვაქვს მოცემული ბრძანებები, ზემოთ გვაქვს ინსტრუქცია თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ხოლო მარჯვნივ ჩვენ ვიხილავთ ჩვენს მიერ შექმნილი ალგორითმის და პროგრამული კოდის შედეგს ვიზუალურად, ხო? ნახეთ, პირველ შემთხვევაში, როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, ჩვენი მიზანია, რომ უბრალოდ, როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბოთ, Spaceship-ი მარჯვნივ გადაადგილდეს და აიღოს ქულა. ამისთვის უნდა გავწეროთ შემდეგი ბრძანებები, როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, Spaceship-ი გადაადგილდეს მარჯვნივ და ასევე თანაც ჩავრთოთ ხმა, ხო, რომელიც გაისმება თამაშის დაწყებისთანავე. ამ ხმებში ჩვენ გვაქვს არჩევანი. ამ შემთხვევაში ავირჩევ Star Wars-ის თემატურ ხმას background-ზე. მე გობრება ხმა ჩაწეული მექნება, რადგან როდესაც ხმა აწეულია, მაშინ ვიდეოში ძალიან დაბალ ხმაზე ისმის ხოლმე ჩემი ხმა. მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და ვნახავთ, რომ მართლაც რაც დავწერეთ და რაც გავწერეთ ის ზუსტად ისე იმუშავა პროგრამულმა კოდმა. აქაც მეგობრებო, ჩვენ ხედავთ, რომ კიდევ ერთი უპირატესობა პლატფორმის გახლავთ ის, რომ როდესაც ბლოკებზე დაფუძნებული დაპროგრამების საშუალებით ავაწყობთ პროგრამულ კოდს, შემდეგ უკვე შეგვიძლია იგივე კოდი ვიხილოთ JavaScript-ის ენაზე, ანუ ფაქტობრივად კოდის კონვერტაცია ხდება ტექსტზე დაფუძნებული დაპროგრამების საშუალებით. ამისობაში გადავედით უკვე მეორე ნაბიჯზე. აქ ჩვენი მისიაა, რომ უკვე შევიდეთ ინტერაქციაში და ღილაკების დახმარებით დავაპროგრამოთ Spaceship-ის მართვა. მოდით დავაწყაბოთ Start Coding-ს და ნახეთ, ზემოთ გვაქვს ინსტრუქცია უფრო დეტალური, ხო, რომ თუ მარცხენა ისერს დავაწყაბებთ, მაშინ Spaceship-ი მარცხნივ გადაადგილდეს, თუ მარჯვენა ისერს დავაწყაბებთ, Spaceship-ი გადაადგილდეს მარჯვნივ. ანუ ესეთი ლოგიკა უნდა დავიცვათ. ამისთვის მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ორი მოვლენა. პირველი მოვლენა განსაზღვრავს თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც ჩვენ მარცხენა ღილაკს ან თუნდაც A-ს დავაწყაბებთ კლავიატურაზე და ასევე მეორე მოვლენა განსაზღვრავს თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც ჩვენ მარჯვენა ღილაკს ან D-ს დავაწყაბებთ კლავიატურაზე. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესაბამისი ბრძანებები. Move Spaceship left, ანუ მარცხნივ გადაადგილება კოსმოსური ხომალდის და მარჯვნივ გადაადგილება ხომალდის. ბუნებრივია, როდესაც მარცხენას დავაწყაბებთ, მარცხნივ უნდა გადაადგილდეს ხომალდი, ხოლო თუ მარჯვენას დავაწყაბებთ, მარჯვნივ გადაადგილდეს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ორი მოვლენა დაგვეხმარა იმაში, რომ განგვესაზღვრა
ღილაკების მიხედვით ჩვენი კოსმოსური ხომალდის მოძრაობა. მოდით გავტესტოთ და ვნახოთ, რამდენად სწორად ავაწყეთ პროგრამული კოდი. ამისთვის დავაწყაბოთ მწვანე ისარს და დავაკვირდეთ. მართლაც მეგობრებო, მარჯვენას დავაწყაბე, მარჯვნივ გადაადგილდა ხომალდი, მარცხენას დავაწყაბე, მარცხნივ გადაადგილდა. აი, აქვე დავინახეთ მეგობრებო აღნიშნული კოდის JavaScript ვარიანტი, ხო? მოდით დავაწყაბოთ მესამე ნაბიჯზე გადასვლას, სადაც გვაქვს შემდეგი დავალება. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უნდა ვესროლოთ, ასე ვთქვათ, ცეცხლი უნდა გავუხსნათ, ანუ ლაზერი უნდა ვესროლოთ აი ამ უცხოპლანეტელებს. დავაწყაბოთ start coding-ს და ზემოთ ხედავთ კიდევ უფრო დეტალურ ინსტრუქციას. ასევე ჩვენ გვაქვს ისევ ორი მოვლენა. პირველი გახლავთ, როდესაც space ღილაკს დავაწყაბებთ, მაშინ რა უნდა მოხდეს და ასევე თამაშის მსვლელობისას რა უნდა ხდებოდეს. ბუნებრივია, როდესაც space ღილაკს დავაწყაბებთ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს უცხოპლანეტელებისთვის ცეცხლის გახსნა, თუმცა რა თქმა უნდა, თამაშის მსვლელობასთან ერთად ისინი პერიოდულად უნდა გვესროდნენ ცეცხლოვან ბურთებს, ხო? მოდით ჯერ პირველი კოდი და პირველი ლოგიკა დავწეროთ, ანუ ჩვენ გვინდა რომ space ღილაკზე დაწყაბების შემთხვევაში კოსმოსურმა ხომალდმა ისროლოს ლაზერი, ამისთვის ავირჩიოთ spaceship fire lasers, ანუ რომ გავხსნათ ცეცხლი, ასე ვთქვათ, ხოლო თვითონ უშუალოდ თამაშის განმავლობაში ელიენებმაც, უცხოპლანეტელებმაც უნდა გვესროლონ ცეცხლოვანი ბურთები. აქვე შეგახსენებთ მეგობრებო იმას, რომ ის კოდები, რაც უკვე შევქმნით და დავწერეთ, ის ლოგიკა, რაც მანამდე ავაწყეთ, აი აქ ქვედა ნაწილშია განთავსებული მეგობრებო. მოდით დავაწყაბოთ და ვნახოთ, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენი კოდი. მართლაც ნახეთ, space ღილაკს ვაწყაბებთ და უკვე ლაზერს ისვრის, ანუ ცეცხლი გავხსენით და აი უკვე ხედავთ, რომ საპასუხო ცეცხლს ისვრიან, ვიხსნიან ჩვენი უცხოპლანეტელებით, ხო? ასე რომ ორივე ლოგიკა სწორად მუშაობს. მოდით ავიღოთ ქულები და გადავიდეთ მეოთხე ეტაპზე. აქაც ისევ JavaScript-ში გვაქვს ანალოგიური კოდი მოცემული მეგობრებო და ძალიან კარგია ეს, რომ ბავშვმა შედარება გააკეთონ ტექსტზე დაფუძნებულ დაპროგრამებას და ბლოკებზე დაფუძნებულ დაპროგრამებას შორის. მეგობრებო, მეოთხე ნაბიჯზე უკვე ჩვენ უნდა დავამატოთ ახალი ლოგიკა და ავაწყოთ ახალი კოდი, რომელთაც განსაზღვროთ იმას, რომ თუ ჩვენს მიერ ნასროლი ლაზერი მოხვდება უცხოპლანეტელებს, მაშინ ისინი განადგურდნენ, ხო? მოდით დავაწყაბოთ start coding-ს. ამისთვის მეგობრებო, ისევ გვაქვს დეტალური ინსტრუქცია და მარცხნივ ახალი ბლოკები და ახალი ბრძანებები მოცემული. ნახეთ მეგობრებო, როდესაც ლაზერი მოხვდება უცხოპლანეტელს, მაშინ რა უნდა მოხდეს, ხო? უნდა ჩაირთოს ხმა, ანუ აი ამ ეჯახების ხმა და ასევე უნდა განადგურდნენ ეს უცხოპლანეტელები. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც პირიქით ჩვენ გვხვდება ცეცხლოვანი ბურთები, ხო? ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ჩაირთოს ამ შეჯახების ხმა, რომ აი ჩვენ, ასე ვთქვათ, მათ მიერ გახსნილი ცეცხლი ჩვენამდე მოვიდა. მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და შევამოწმოთ, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენს მიერ შექმნილი კოდი. აი მართლაც ნახეთ, ვესვრი ლაზერს და ხმას თუ აუწყებ, ნახავთ, რომ ნამდვილად ჩაირთო განადგურების ხმა. მოდით გადავიდეთ უკვე მეხუთე ნაბიჯზე. ამ შემთხვევაში მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობა, რომ ქულები დავაგროვოთ თითოეული განადგურებული მტრის შემთხვევაში. მოდით დავაწყაბოთ კოდირების დაწყებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ქულების დაგროვების დროს და ზოგადად ნებისმიერი მონაცემის დათვლისთვის და შენახვისთვის გვჭირდება სვლადის გაკეთება. მოდით ამ შემთხვევაში მეგობრებო, შევქმნათ ქულების სვლადი, ანუ დავაწყაბოთ create variables, აქ შევწეროთ score, ანუ დავარქვათ ჩვენს სვლადს სახელი, ეს იყოს ქულები. და როგორც ვიცით, სვლადის შექმნის შემთხვევაში გამოჩნდება ორი ბრძანება. პირველი არის სვლადის განსაზღვრა, ანუ თამაშის დასაწყისში რამდენი იყოს სვლადი და შემდეგი ბრძანება გახავთ change score, ანუ ქულის შეცვლა, ხო? აი რა შემთხვევაში უნდა გაიზარდოს პირობითად ქულა, ან რა შემთხვევაში უნდა დაგვაკლდეს. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამ შემთხვევაში, როდესაც თამაში იწყება, რა თქმა უნდა, ქულა გვექნება 0, მაგრამ თამაშის ლოგიკა არის ესეთი, რომ თუ ჩვენი ლაზერი მოხვდა მტერს, მაშინ ამ შემთხვევაში ქულა უნდა გაიზარდოს, ხო, ქულა უნდა დავაგროვოთ. მოდით ესე განსაზღვროთ, რომ თითო უცხოპლანეტელზე მოხვედრილი ლაზერი იყოს თითო ქულა. ანუ, როდესაც ლაზერი მოხვდება ჩვენს მტერს, მაშინ ჩვენი ქულა შეიცვალოს 1-ით, ანუ change score by 1. მოდით ვნახოთ, რამდენად სწორად დავწერეთ კოდი და რამდენად სწორად განსაზღვრეთ ალგორითმი, აი მართლაც ნახეთ, როდესაც ვესვით, დააკვირდით, რომ ქულები იზრდება, თუმცა დასაწყისში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქულა იყო 0-ის ტოლი, ისე როგორც გავწერეთ პროგრამულ კოდში. მოდით გადავიდეთ მეგობრებო, ამასობაში უკვე მე-6 ნაბიჯზე, სადაც
ნახეთ, ერთის მხრივ ჩვენ ვაგროვებთ ქულებს, როდესაც ვანადგურებთ მტერს, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა განსაზღვროთ თამაში ის პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ჩვენ მაგალითად ან სიცოცხლე დაგვაკლდება, ან დასრულდება თამაში. ამისთვის უკვე ჩვენ დაგვჭირდება მეორე ცვლადი, რითიც განვსაზღვროთ უკვე ჩვენ სიცოცხლეს და ასევე იმ პირობას, თუ რა შემთხვევაში უნდა დაგვაკლდეს სიცოცხლე. მოდით დავაწყებოთ კოდირების დაწყებას და ნახეთ, აქაც გამოგვიჩნდა მეორე ცვლადის შექმნის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მეგობრებო, როგორც წინა ნაბიჯზე გაგახსენეთ, ცვლადი არის შესაძლებლობა პროგრამირებაში, რომ რაღაც ინფორმაცია შევინახოთ, ხო? თუ ჩვენ უნდა შევინახოთ ჩვენს მიერ დაგროვებული ქულების შესახებ ინფორმაცია, ანალოგიურად ინფორმაცია შენახული უნდა იყოს ჩვენი სიცოცხლეების შესახებ. ანუ პირობითად მოდით ესე გადავწყვიტოთ, რომ თამაშის დასაწყისში სიცოცხლე განსაზღვროთ პირობითად 3 სიცოცხლით და თითოეულ მოხვედრილ ბურთზე სიცოცხლე დაგვაკლდეს 1 ქულით და შემდეგ ისიც განსაზღვროთ, თუ რა შემთხვევაში უნდა დასრულდეს თამაში. ამისთვის რა თქმა უნდა გვჭირდება ახალი ცვლადის შექმნა, დავაწყებოთ create variable და ამ შემთხვევაში უკვე ახალ ცვლადს დავაწეროთ სიცოცხლე. create variables დავაწყებოთ და ამ შემთხვევაში ისევ გვაქვს ორი ბრძანება, უკვე სიცოცხლის რაოდენობის განსაზღვრა და შემდეგ სიცოცხლის რაოდენობის შეცვლა. მეგობრებო, როდესაც თამაში დავიწყებთ, თუ ქულა უნდა იყოს 0 და შემდეგ ჩვენ უნდა დავაგროვოთ, მაშინ სიცოცხლის შემთხვევაში პირიქით, სიცოცხლე უნდა იყოს რაღაც რაოდენობის და თუ ჩვენ მოგვხდება საპასუხო ცეცხლი, მაშინ სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს. ამიტომ საწყის თამაშის დასაწყისში სიცოცხლე იყოს მოდით პირობითად 3. ხო, აი 3 სიცოცხლე გქონდეს და შემდეგ სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს. ანუ ახლა რა შემთხვევაში დაგვაკლდება? როდესაც აი სიცოცხლოვანი ბურთები მოხვდება spaceships, მაშინ რა თქმა უნდა სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს, რისთვისაც ავირჩიოთ change life. ოღონდ ამ შემთხვევაში ერთის ნაცვლად ჩავწეროთ -1, რადგან თუ გსურს რომ ცვლადს, ანუ ცვლადში დაგროვილ ინფორმაციას რაღაცა დააკლდეს, მაშინ მინუსით უნდა ჩავწეროთ, ხო, რომ სიცოცხლე დაგვაკლდეს 1-ით. მაგრამ თუ გსურს რომ ქულა დაგვამატოს, მაშინ რა თქმა უნდა დადებითი რიცხვი უნდა ჩავწეროთ 1, 10 და ასე შემდეგ, ხო? მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, როგორია ჩვენი თამაშის ლოგიკა. ანუ როდესაც მწვანე დროშას დავაწყებოთ, ანუ თამაში როდესაც დაიწყება, მაშინ სიცოცხლე უნდა გქონდეს 3, მაგრამ თუ მოგვხვდება მტრის მიერ ნასროლი ცეცხლოვანი ბურთები, მაშინ ჩვენი სიცოცხლე უნდა შემცირდეს 1-ით, ხო? ამის შემდეგ უკვე ჩვენი მისია იქნება განსაზღვროთ რა შემთხვევაში უნდა დასრულდეს თამაში. მაგრამ მანამდე მოდით შევამოწმოთ ჩვენს მიერ დაწერილი კოდის ისტორია. აი დააკვირდით უკვე ორივე ცვლადი გამოჩნდა ქულებიც და სიცოცხლეებიც. თუ ჩვენ ვისვრით ლაზერს, თითოეული უცხოპლანეტალის განადგურების შემთხვევაში ქულები მოიმატებს, ანუ უკვე 3 ქულა გაგვიხდა, მაგრამ ჩვენც მოგვხდა მათ მიერ ნასროლი ცეცხლოვანი ბურთი და შესაბამისად 3-ის ნაცვლად უკვე აი 2 ქულით განისაზღვრეთ ჩვენი სიცოცხლე. კარგით, გადავიდეთ მეგობრებო მეშვიდე ნაბიჯზე და ნახეთ, აი აქ უკვე უნდა განსაზღვროთ, როდის უნდა დასრულდეს თამაში, ანუ თამაშის დასრულების პირობა. ნახეთ მეგობრებო, ბუნებრივია ჩვენ თუ განსაზღვრეთ, რომ თამაშის დასაწყისში სიცოცხლე იყოს 3, მაშინ ანალოგიურად უნდა განსაზღვროთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება თამაში დასრულებულად. მეგობრებო, იმისთვის რომ რაღაც პირობა განსაზღვროთ, ჩვენ გვჭირდება პირობითი ბრძანება. პირობითი ბრძანება გახავთ აი ეს if, ანუ აი აქ ამ ადგილას უნდა განსაზღვროთ რაღაც პირობა, რომ თუ ეს კონკრეტული პირობა შესრულდება, მაშინ რა უნდა მოხდეს, ხო? ასევე ჩვენ მარცხნივ გვაქვს აი ეს ბრძანებები. ეს გახლავთ ოპერატორი, რომ თუ სიცოცხლის რაოდენობა გახდა 0-ის ტოლი, ლოგიკურად, ანუ ესე იგი თუ სიცოცხლე უკვე აღარ გვაქვს და 3-დან ჩამოვედით 0-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა თამაში უნდა დასრულდეს, ხო? ამიტომ აი აქ დავწეროთ game over. მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა პირობა ჩავწერეთ, ხო? როგორ განსაზღვრეთ თამაშის პირობა, რომ თუ ჩვენი სიცოცხლეები, ანუ თუ ეს სვლადი გახდა 0-ის ტოლი, სიცოცხლის სვლადი, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში უნდა დასრულდეს, ხომ ესეა? და ასევე შეგვიძლია ასე ვთქვათ, ჩავრთოთ თამაშის დასრულების ხმა. მოდით მართლაც გადავამოწმოთ, აი აქ ხმას ჩავრთავ. ნახეთ, თუ მოგვწდება ეს ბურთები. აი დავაკვირდით, რომ სიცოცხლე შეგვიმცირდება 2 გაგვიხდა, მოდით ახლა კიდევ ერთი მოვიყვებით, რომ უკვე ერთი გვაქვს სიცოცხლე და თუ კიდევ ერთი მოგვწდება, ეს თამაში უკვე უნდა დასრულდეს, ხო? აი ნახეთ, მართლაც თამაში დასრულდა. ანუ ამ გატესტვის შედეგად ვნახეთ, რომ ჩვენი პროგრამული კოდი სწორია. მეგობრებო, აი ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდნენ ბავშვები, აი ეს ბლოკებზე დაფუძნებულ გარემოში შექმნილი კოდი, როგორ გამოიყურება ტექსტზე დაფუძნებულ კოდირების გარემოში, პირობითად კონკრეტულად JavaScript-ის ენაზე. მოდით დავაწყებოთ უკვე მერვე ტურში გადასვლას და ნახეთ, მერვე ნაბიჯზე ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევიტანოთ თამაშის დიზაინში რაღაც ცვლილებები და ჩვენ თვითონ მოვირგოთ და განსაზღვროთ თუნდაც თამაშის ეს დიზაინი და ეს მხარე, ხო? მოდით დავაწყებოთ start coding-ს და ნახეთ ჩვენ აი აქ ზემოთ გვაქვს დეტალური ინსტრუქცია და მარცხნივ დაგვამატა ახალი ბრძანებები. აქვე შეგახსენებთ, რომ აი ეს წინა ლოგიკა რაც ავაწყვეთ თამაშის, რა თქმა უნდა, ისევ შენარჩუნებულია, სწორედ მათ საფუძველზე ხდება თამაშის მუშაობა.
ეხლა რაც შეეხება აი ამ დამატებითი პარამეტრების განსაზღვრას, რა თქმა უნდა, ეს ბრძანებები უნდა ჩავსვათ თამაშის დასაწყისში, ანუ თავიდანვე უნდა განსაზღვროთ. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ კოსმოსური ხომალდი, როგორი იყოს, მოდით ავირჩიოთ აი პირობითად ეს spaceship-ი, ასევე განსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს background-ი და მოდით ავირჩიოთ ესეთი და ასევე ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ვარსკვლავები background-ზე, ხო? ნახეთ, დავაწყაბოთ მწვანე დროშას და ვნახოთ, რამდენად შესრულდა ჩვენს მიერ დაწერილი პირობა და კოდი. აი მართლაც ზუსტად ისეთივე ხომალდი შეირჩა, როგორც ავარჩიეთ და ასევე ვარსკვლავებიც გამოჩნდა ფონზე. გადავიდეთ მეგობრებო მეცხრე ნაბიჯზე და მეცხრე ნაბიჯზე უკვე ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ აი ამ 8 ნაბიჯის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უკვე დამოუკიდებლად შექმნან მოსწავლეებმა აღნიშნული სტილის თამაში. დავაწყაბოთ მოდით start coding-ს და დავიწყოთ მუშაობა. უკვე გადავედით მეცხრე ნაბიჯზე, სადაც შეგვიძლია გავაერთიანოთ ის ცოდნა, რაც მივიღეთ 8 ეტაპის განმავლობაში და დამოუკიდებლად შევქმნათ ახალი თამაში. როგორც ვიცით, პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ თამაშის დიზაინი, ავირჩიოთ სასურველი სპრაიტი, ავირჩიოთ სასურველი ფონი და შევქმნათ სლადები. მოდით ავირჩიოთ სასურველი კოსმოსური ხომალდი, რისთვისაც ავიღოთ ბრძანებას sets ship და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი. ამის შემდეგ ავირჩიოთ background-ი და ავირჩიოთ ვარსკვლავები. როგორც იცით, თამაშის ლოგიკა არის შემდეგი, რომ თუ ჩვენს მიერ ნასროლი ლაზერი მოხვდება ელიენებს, მაშინ ისინი უნდა განადგურდნენ, ხოლო თუ პირიქით მათ მიერ ნასროლი ცეცხლი მოგვხვდება, მაშინ ჩვენ უნდა დაგვაკლდეს სიცოცხლე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ორი ცვლადი, პირველი ეს არის ცვლადი, რომელიც დააგროვებს ქულებს და მეორე ცვლადი, რომელიც დაიცვლის ჩვენ სიცოცხლეს. ამიტომ მოდით შევქმნათ ორივე ცვლადი. ცვლადის შესაქმნელად, რა თქმა უნდა დავაწყაბოთ create variables. პირველი ცვლადი იყოს core და მეორე ცვლადი იყოს სიცოცხლე. მოდით ორივე ცვლადი თამაშის დასაწყისში განსაზღვროთ შესაბამისი რაოდენობით. ქულა, რა თქმა უნდა, თამაშის დასაწყისში უნდა იყოს 0, რადგან თამაშის განმავლობაში უნდა დავაგროვოთ ქულები, რამდენ უცხოპლანეტ წელსაც გავანადგურებთ, იმდენ ქულას ავიღებთ, ხოლო სიცოცხლეებიც განსაზღვროთ თავიდანვე. მოდით, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებაა რამდენს განსაზღვროთ და იყოს 5 სიცოცხლე პირობითად, რომ თავდაპირველად გქონდეს 5 სიცოცხლე. თუ ელიენები მოგვარტყავენ ცეცხლოვან ბურთებს, მაშინ რა თქმა უნდა, თითო მოხვედრაზე თითო სიცოცხლე დაგვაკლდება. ამის შემდეგ მეგობრებო უკვე უნდა შევიდეთ თამაშთან ინტერაქციაში და უნდა დავწეროთ კოდი, რომელსაც განსაზღვროთ ხომალდის გადაადგილებას კლავიატურის დახმარებით. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ორი მოვლენა. პირველი მოვლენა ეს არის, რომ როდესაც ვაწყაბებთ მარცხენა ღილაკს, მაშინ რა უნდა ხდებოდეს და მეორე მოვლენა რა უნდა ხდებოდეს მაშინ, როდესაც ვაწყაბებთ მარჯვენა ღილაკს. თუ მარცხენა ღილაკს დავაწყაბებთ, მაშინ რა თქმა უნდა spaceship-ი უნდა გადაადგილდეს მარცხნივ, ხოლო თუ მარჯვენა ღილაკს დავაწყაბებთ, spaceship-ი უნდა გადაადგილდეს რა თქმა უნდა მარჯვნივ. კი ბატონო, ამის შემდეგ მოდით განსაზღვროთ რა უნდა ხდებოდეს უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას. თამაშის მიმდინარეობისას ელიენები უნდა გვესროდნენ ცეცხლოვან ბურთებს. ამიტომ მოდით გადავიდეთ, ავირჩიოთ შესაბამისი ბრძანება Alien Invaders Throw Fireballs და ჩავსვათ აი აქ, ხო? როდესაც თამაში მიმდინარეობს და თამაში გაეშვება, ელიენებმა უნდა გვესროლონ fireball-ები. ხოლო როდესაც ჩვენ დავაწყაბებთ space ღილაკს, მაშინ პირიქით ჩვენ უნდა ვესროლოთ ლაზერი. ამიტომ ავირჩიოთ spaceship fire lasers. ანუ როდესაც space ღილაკს დავაწყაბებთ, ვისვრით ლაზერს. მეგობრებო, ეს 4-ვე გახლავთ მოვლენები. გავაგრძელოთ მუშაობა. რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენს მიერ ნასროლი ლაზერი ხვდებათ ელიენებს? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა განადგურდნენ ელიენები, ასევე უნდა ჩაირთოს განადგურების ხმა და რაც მთავარია, თითო განადგურებაზე თითო ქულა უნდა აგვამატოს. ამიტომ change score by 1. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირიქით მათ მიერ ნასროლი ცეცხლოვანი ბურთები ჩვენ მოგვხვდება, ხო? ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, ჩავრთოთ მოხვედრის ხმა. Play sound hit spaceship. რა თქმა უნდა, თითო მოხვედრაზე თითო სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს, ამიტომ change lives by -1, ხო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სიცოცხლე გვაკლდება. და ასევე ავირჩიოთ პირობითი ბრძანება if რომ თუ სიცოცხლე გახდება 0-ის ტოლი, თუ ჩვენი სიცოცხლე გახდება 0-ის ტოლი, მაშინ უნდა დასრულდეს თამაში. ამისთვის დაგვეხმარება პირობითი ბრძანება, ხო? შესაბამისი კოდის დასაწერად. თუ სიცოცხლე გახდება 0-ის ტოლი, მაშინ დასრულდება თამაში. Game over. მოდით კიდევ ახლა გადავხედოთ ჩვენს ალგორითმს და პროგრამულ კოდს, რაიმე შეცდომა ხომ არ გაგვეპარა და შემდეგ დავტესტოთ, გავუშვათ უკვე თამაში. პირველ რიგში ჩვენ განსაზღვრეთ რა უნდა ხდებოდეს, რა პარამეტრები უნდა შეირჩეს, როდესაც დავაწყაბებთ მწვანე დროშას. ეს არის spaceship-ი, არის
ფონი და არის ფონზე ვარსკვლავები და ასევე ჩვენ შევქმნით ორი ცვლადი. პირველი ცვლადი იყო ქულები, რომელიც ქულებს დააგროვებს თითოეული განადგურებული მტრის შემთხვევაში. მეორე ცვლადი არის სიცოცხლე, რომელიც განსაზღვრავს და დაიცვლის ჩვენ სიცოცხლეებს. სიცოცხლე თავდაპირველად განსაზღვრეთ თამაშის დასაწყისში 5-ით. თითო მოხვედრილ ტყვიაზე ჩვენი სიცოცხლე 1-ით დაიკლებს, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ უკვე გამოვიყენეთ მოვლენები იმისთვის, რომ განგვესაზღვრა კოსმოსური ხომალდის მოძრაობა კლავიატურის მიხედვით, თუ მარცხენა ღილაკს დავაწყებთ, მარცხნივ გადაადგილდება ხომალდი, თუ მარჯვენას დავაწყებთ, სპრაიტი მარჯვნივ გადაადგილდება. უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს მტრები გვესვრიან ფაირბოლებს, ხოლო თუ სპეისს დავაწყებთ, მაშინ უკვე ჩვენ გავუხსნით მათ ცეცხლს. ამის შემდეგ ვნახოთ რა ხდება, როდესაც ლაზერი მოხვდებათ, როდესაც ლაზერს ვისვრით ჩვენი კოსმოსური ხომალდიდან, განადგურდებიან ამ შემთხვევაში ჩვენი მტრები და ასევე ჩაირთვება განადგურების ხმა და რაც მთავარია, თითო ქულა დაგვემატება, ხომ ასეა? და ეხლა ვნახოთ რა ხდება, როდესაც პირიქით ჩვენ მოხვდება ცეცხლოვანი ბურთი, ამ შემთხვევაში ჩაირთვება, რა თქმა უნდა, ბურთის მოხვედრის ხმა, სიცოცხლე დაიკლებს 1-ით და პირობითი ბრძანების დახმარებით განვსაზღვრეთ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი სიცოცხლე გახდება 0-ის ტოლი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში უკვე უნდა დასრულდეს თამაში. როგორც ვხედავთ, კოდი სწორია და მოდით ეხლა ვნახოთ, შევამოწმოთ და ვნახოთ რაიმე შეცდომა ხომ არ გვაქვს თამაში. დავაწყებოთ მწვანე დროშას. მოდით ხმას ავუწევ. აი როგორც ვხედავთ, დავიწყეთ თამაში. ვისვრით ლაზერებს, ასევე ცეცხლს გვიხსნა მტრებიც. თითო მოხვედრაზე ერთი მომხვდა უკვე და ერთი ქულა დამაკვდა და რამდენ ელიენსაც ვესვრი ლაზერს, იმდენ ქულას ვაგროვებ. როგორც ჩანს, უკვე 12 ელიენი გავანადგურებ. აი კიდევ ერთხელ მომხვდა, კიდევ დამაკვდა სიცოცხლე და როგორც ხედავთ, მივიღეთ ზუსტად ისეთი შედეგი, როგორიც გვინდა. ერთადერთი შეგიძლიათ ფონური მუსიკა დაამატოთ და მაგალითად play, აი აქ ჩასვათ, აირჩიოთ რომელიმე თემა და უკვე მუსიკაც დაედება, ასე ვთქვათ. კი ბატონო, როდესაც დაასრულებთ თამაშს, დააწყაბეთ ფინიშს, დასრულებას და კიდევ დამატებითი წახალისება იქნება ბავშვებისთვის ის, რომ ისინი მიიღებენ სერტიფიკატს, სადაც შეუძლიათ შეიყვანონ თავიანთი სახელი და გვარი. პირობითად ელენე დავლიანიძე. და შემდეგ დააწყაბონ პრინტს და ეს აღნიშნული ფოტო შეინახონ და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაბეჭდონ. სულ ეს იყო მეგობრებო, ეს იყო ისტორიული თამაშის მეორე ვარიანტი, Space Invaders შექმნის ვიდეო ტუთორიალი. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. მადლობა ყურადღებისთვის.